პროვოცირებული ბარბაროსული ომი უკრაინაში და რუსეთის ბლიცკრიგი ჩავარდა. ეს ალბათ ის სიტყვებია, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესმოდა 3 წლის წინ და ისმოდა უკრაინიდან, ისმოდა დასავლეთიდან. ეს რაღაც იცვლება და ამ რაღაცას ტრამპის ეფექტსაც უწოდებენ. 3 წლის წინ ალბათ ვერც უკრაინა, ვერც მსოფლიო წარმოიდგენდა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში უწყვეტად მინიმუმ 3 წელი გაგრძელდებოდა. 3 წლის თავზე კი უკრაინის პრეზიდენტს მოუწევდა ეთქვა. შემიძლია თანამდებობა მშვიდობაში გავცვალო. დიქტატორია არ ვარ. ომი რუსეთმა დაიწყო. 3 წლის შემაჯამებელი საერთაშორისო მედიის ჰედლაინები ახლა ასე გამოიყურება. მაგალითად, CNN-ი წერს, უკრაინაში 3 წლის ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების გარანტიები უფსკრულის წინაშეა. BBC 3 წლის თავზე უკრაინის გაქრობის შესახებ ღამის კოშმარი დაბრუნდა. New York Times-ი 3 წელი ომიდან ტრამპი პუტინისთვის ახალ სამყაროს ხსნის. კიევი აღარ ჰგავს ომის ქალაქს ისე როგორც 3 წლის წინ იყო. მაღაზიები ღიაა, სამსახურებში მიმავალი მგზავრები კი საცობებში დგანან. მაგრამ 12 თებერვლის შემდეგ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რათა თეთრი სახლიდან კრემლში 90 წუთიანი პოლიტიკური ჩახუტება გაეგზავნა, 2022 წლის ეროვნული გადაშენების, ეროვნული გაქრობის ძველი კოშმარები დაბრუნდა. ადრე უკრაინელები ბრაზობდნენ იმაზე, თუ როგორ აჩერებდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იარაღის მიწოდებას. მიუხედავად ამისა, მათ იცოდნენ, ვის მხარეს იყო ის. ასე იწყებს ჯერემი ბოუენი BBC-ის ავტორის სტატიას, რომელთაც 3 წელს და დღევანდელ მოცემულობას აჯამებს. მედია იხსენებს ომის პირველი წლის დასასრულს, თებერვალში უკრაინაში ჯო ბაიდენი ჩავიდა. მისი სიტყვა ასეთი იყო: კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ეს ვაშინგტონიდან კიევში არავინაა. უკრაინა სამიტს მასპინძლობს, კიევში იმყოფებიან ბალტიის ქვეყნების, ესპანეთის, კანადის ლიდერები. კიევშია ფინეთის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, შვედეთის ლიდერები. კიევშია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი. ასევე ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. სულ 13 ლიდერს მასპინძლობს უკრაინის პრეზიდენტი. მოსალოდნელია, რომ კულუარებშიც და ღიადაც საუბრების მთავარი თემა იქნება ტრამპი და მისი პოლიტიკა. პოლიტიკო წერს, რომ პარალელურად ევროკავშირი უკრაინისთვის ცდილობს 20 მილიარდის დახმარების შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ამასობაში ევროკავშირმა გააფორმა სანქციების მე-16 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. 3 წელი ლიდერებმა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალი არის ევროპაში. რამდენი დახარჯა ევროკავშირმა ამ ომში და რამდენი დახარჯა ამერიკამ? ეს არის თემა, რომელიც გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის დანახარჯი 350 მილიარდი დოლარია. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ ამერიკისგან მიიღო 100 მილიარდის დახმარება, ეს იყო გრანტი და არა ვალი. ცნობისთვის, პენტაგონმა უარყო ტრამპის განცხადება უკრაინისთვის 350 მილიარდი დოლარის გადარიცხვის შესახებ, დახმარების შესახებ. რა თქვა ზელენსკიმ უკრაინის ფორუმზე ამერიკის დახმარებასა და მინერალებზე. მისი მთავარი გზავნილები ასეთია, რომ ამ ომის ღირებულება 320 მილიარდი დოლარია. 120 დახარჯა უკრაინამ, 100 ევროპამ და სხვა პარტნიორებმა, 100 ამერიკამ. არც 500, არც 300, არც 700. ამერიკასთან შეთანხმებაში საჭიროა ის, რაც ჯერ არ გვაქვს, ეს უსაფრთხოების გარანტიებია. მე ვიცი, როგორ გავაფორმო ხელშეკრულებების სერიოზულ ბიჭებთან. მე არ დავაწერ ხელს იმას, რასაც გადაიხდის უკრაინელების 10 თაობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით არაპირებს ამერიკასთან იშვიათი მინერალების შესახებ ისეთი შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკასთან 500 მილიარდი დოლარის ვალი ექნება. რაც შეეხება შეთანხმებას, როგორც გითხარით, მასში არ შეიძლება შედიოდეს ესა თუ ის ფორმატი, როდესაც ჩვენ წარსულის გამო მოვალეები ვართ. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ახალი ინვესტიციები და ვიყოთ თანაბარი პარტნიორები. უკრაინისთვის ცუც ხელს არაფერს მოვაწერ. თუ დღეს ის პირობები ასეთია, რომ შეერთებული შტატები ამბობს, ჩვენ მოგცემთ დახმარებას, მაგრამ თქვენ უნდა დააბრუნოთ ის მოგებით, ეს არის ახალი შეთანხმება. მე ვთქვი, რომ მზად ვარ ასეთი დიალოგისთვის. უკრაინამ მიიღო 100 მილიარდი დოლარის დახმარება შეერთებული შტატებისგან და არა 350
$130 მილიარდი. მე მოვილაპარაკე ბაიდენთან, რომ ეს იყო გრანტი ვალი არ არის. ახლა აღარ არის არანაირი $500 მილიარდი და არანაირი პროცენტები. მე არ მოვაწერ ხელს იმას, რისი გადახდაც უკრაინელების 10 თაობას მოუწევს. ვინაიდან ტრამპმა ზელენსკის უწოდა დიქტატორი არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ თქვა, რომ ეს მას არ სწყენია, რადგან დიქტატორი არ არის, რაც ეხება არჩევნებს, ის ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ. მოლაპარაკებებსა და ტრამპზე გზავნილების მეორე ნაწილი ასეთია: თუ მშვიდობის დამყარებას დასჭირდება, მე წავალ პრეზიდენტის პოსტიდან, შემიძლია ჩემი პრეზიდენტობა ნატოში გავცვალო, თქვა ზელენსკიმ გუშინ. ჯერა რომ ტრამპი დაგვეხმარება ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის მეშვეობით ნიშნავს პირველ რიგში ძალის მიმართვას რუსეთისკენ. ჩვენ პარტნიორები ვართ, ძალიან მინდა რომ ტრამპი ჩვენს მხარეს იყოს. და ეს არ იყოს მხოლოდ მედიაციის როლი, რადგან გონია რომ ეს საკმარისი არ იქნება და კიდევ ერთი ციტატა: ტრამპი არ არის მარადიული, ჩვენ მრავალწლიანი მშვიდობა გვჭირდება, ეს არ არის მოლაპარაკების მაგიდა, რომელზეც უკრაინა დაიბარეს, ეს უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენი მაგიდა და მათ ჩვენ ვეპატიჟებით. Триває увага, для нас це важливо. თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო თანამდებობა, მაშინ მზად ვარ. მეორე, შემიძლია ეს ნატოზე გავცვალო. თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ. უკრაინის უსაფრთხოებაზე ვარ ორიენტირებული ახლა და არა 20 წლის შემდეგ. მე არ ვაპირებ ხელისუფლებაში დარჩენას 10 წლეულობის განმავლობაში. ვფიქრობ, ნატო ყველაზე იაფი ვარიანტია. ნებისმიერ შემთხვევაში ვიღაცას უნდა ეს თუ არ უნდა, ხარს უჭერს ამ იდეას თუ არა, მაგიდაზე ეს თემა დევს. ჩვენ გვსურს ომის დასრულება და პარტნიორებსაც სურთ ეს. პარტნიორებს სურთ, რომ იქ რუსეთი იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და რუსეთი იქ იქნება. მართლა მჯერა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტრამპს სურს და დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის გამოყენებით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ძალის რუსეთისკენ მიმართვა. საბოლოოდ როგორ წარმოუდგენია ზელენსკის ომის სამართლიანი დასრულება 2025 წელს. ზელენსკის მიხედვით ომის ცხელი ეტაპის შეჩერება და უსაფრთხოების რეალური გარანტიები უკრაინისთვის ეს იქნება აუცილებელი, ასევე ევროკავშირის წევრობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსება 800,000-ით, თუ უკრაინას ნატოში არ მიიღებენ და კიდევ ერთი პუნქტი უცხოური კონტინგენტის განთავსება უკრაინაში. ამ კვირაში ვაშინგტონში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ბრიტანეთის პრემიერი კიერ სტარმერი. მოლაპარაკებების მთავარი თემა ცხადია არის უკრაინა. პარალელურად ცნობილია, რომ ნატო მოუწოდებს ქვეყნებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. რამდენიმე დღეში ვაშინგტონში ვიქნები. საკვანძო სიტყვაა გაურკვევლობა. დონალდ ტრამპი ქმნის გაურკვევლობას, რადგან მას სურს გარიგებები, შეთანხმებების პოვნა. ის ქმნის გაურკვევლობას ვლადიმერ პუტინისთვისაც, ეს კი ჩვენთვის ძალიან კარგია. რუსეთის პრეზიდენტი უყურებს მას და ვერ ხვდება რა ხდება და ესმის ისიც, რომ ყველაფრის გამკეთებელია. ასე რომ ეს გაურკვევლობა ვფიქრობ კარგია ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. მე შევეცდები დავაგრძნო ტრამპი, რომ ჩვენ რეალურად ერთი ინტერესი გვამოძრავებს. მე მას ვეტყვი, რომ პრეზიდენტი პუტინის წინაშე სუსტი არ უნდა გამოჩნდეს. ვკითხავ, როგორ აღუდგები წინ ჩინეთს, თუ რუსეთთან სისუსტე გამოიჩინე. თუ რუსეთს უკრაინას დაუთმობ, ამას ექნება შეუჩერებელი შედეგი ევროპელებზე და ყველაზე. ის არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ გააგრძელებს ინვესტირებას და მიითვისებს უკრაინის ჯარს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია. მისი მთელი შემადგენლობით, მათ შორის ამერიკული შეერაღებით. ეს კი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არა კაპიტულაცია. ეს საშიშია. ეს რუსეთს სვლას მისცემს, რაც უკვე გვინახავს. ასე რომ გვსურს გავაგრძელოთ ხელშესახების ეწოლა რუსეთზე, რათა იქნას მიღწეული გრძელვადიანი მშვიდობა. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მეორე მხრივ კი ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ომში. რაში გვჭირდება ეს? წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საფრთხე გაიზრდება. ეს განცხადება მაკრონმა გააკეთა ვაშინგტონში გამგზავრებამდე. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ფორმას მიიღებს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის შეთავაზებული მინერალების შეთანხმებაც. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ფებრუარს თქვა, რომ სურს უკრაინამ დააბრუნოს მილიარდობით $, რომელიც კიევს ამერიკამ გაუგზავნა თავდაცვისთვის რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ცნობილია, რომ მას ხელს არ აწერს ზელენსკი, რადგან ვერ ხედავს უსაფრთხოების გარანტიებს. ამ ნიადაგზე ორი პრეზიდენტის, ზელენსკის და ტრამპის ურთიერთობა გამწვავებულია.
very upset at President Zelensky. ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ნაწყენია ზელენსკიზე. რაღაც ნაწილში მეც, რადგან მასთან საუბარი ვიცე-პრეზიდენტის თანდასწრებით მქონდა. განვიხილეთ მინერალებზე უფლებების საკითხი და ავუხსნით მას, რომ ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში. არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების თანხას. ამავდროულად კი ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მეორე დღეს ვკითხულობ, რომ მან უარყო შეთავაზება. იმ შეხვედრაზე კი ეს არ მომხდარა. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ამ ვითარებას აქვს გავლენა ჩვენს პარტნიორებზეც. პრეზიდენტ ტრამპზე იმის თქმა, რომ დეზინფორმაციაში ცხოვრობს, კონტრპროდუქტიულია. ტრამპს სურს ომის დასრულება და იმედი აქვს, რომ ზელენსკი იქნება ამაში მისი პარტნიორი. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ დაინიცირა რეზოლუცია გაეროში, რომელშიც გამოყენებულია ნაკლებად მკაცრი ფორმულირებები რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, განსხვავებით რეზოლუციისგან, რომელიც ეკუთვნის ევროკავშირს და უკრაინას. სხვა შორის Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ამ რეზოლუციის პირველი თანასპონსორი გახდა საქართველო. რეზოლუციის ამ ტექსტმა ოცნების სპიკერს პაპუაშვილს მისცა საშუალება ეთქვა, რომ ეს იგივეა, რაც პარლამენტში 3 წლის წინ, ანუ საქართველოს პარლამენტში მიღებული რეზოლუციის ტექსტი იყო, სადაც ასევე არ იყო ნახსენები რუსეთი. ნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი უსაფრთხოების პოლიტიკას მკაფიოდ შეუცვალოს მიმართულება. გერმანიაში მერცის არჩევა ოპტიმიზმს აძლიერებს, მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერის გარეშე უკრაინას გაუჭირდება სამართლიანი მშვიდობის მიღწევა. ფაქტია, რომ ომიდან 3 წლის შემდეგ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის პირველი შეხვედრა უკვე შედგა. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის შედგება უშუალოდ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა.